და ჩვენ ახლა კვლავ ვუბრუნდებით ავღანეთში დაღუპული ქართველი ჯარისკაცის თემას, ინციდენტის დეტალებს ახლა დავით კაკულია გაგვაცნობს. დავით, რა მოხდა ავღანეთში, როგორ მოხდა აფეთქება და როგორ დაიღუპა ქართველი ჯარისკაცი? უმცროსი სერჟანტი ლავროს ივანიაძე გუშინ დაიღუპა პატრულირების დროს. ის რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, აფეთქდა ნაღმზე. მისი ცხედარი უკვე გადმოსვენებულია საქართველოში. ის აისაფის ოპერაციაში უკვე ერთი თვეა რაც მონაწილეობდა მესამე ქვეითი ბრიგადის 33 ბატალიონის შემადგენლობაში. საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ შეტყობინება ქართულ საზოგადოებას ამის შესახებ დღეს განაცხადა. მის გადმოსვენების ხარჯებს ასევე თავის თავზე აიღებს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო. საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ წუხარებას გამოთქვამს უმცროსი სერჟანტის ლავროს ივანიაძის გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს მის ოჯახს. ივანიაძე სამშვიდობო მისიის პარკლებში ავღანეთში ჰელმანდის პროვინციაში მსახურობდა. ის პატრულირების დროს ნაღმზე აფეთქების შედეგად გარდაიცვალა. მისი ცხედარი უკვე ჩამოსვენებულია საქართველოში. მის დაკრძალვასთან დაკავშირებულ ხარჯებს დაფარავს სახელმწიფო და მისი ოჯახი მიიღებს სოციალურ პაკეტს, რომელიც განკუთვნილია ასეთი სამწუხარო შემთხვევებისთვის. ლავროს ივანიაძე საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 2005 წლიდან მსახურობდა. 2007-2008 წლებში ის მონაწილეობდა ერაყის სამშვიდობო ოპერაციაში.